ამასობაში 21 იანვარია და სალომე და ინოგურაცია იქნება ამ ვიდეოს თემა. ვერავინ ჩემზე უკეთ ვერ მოგიყვებათ, რა ხდებოდა გუშინ ვაშინგტონში. ნეონიუსი ამ თვალსაზრისით ქართულ მედია სივრცეში უპირობო ლიდერია, number 1 და თუ გინდათ რომ იცოდეთ სწორი ობიექტური ინფორმაცია და ალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ გვერდი და დონაციებსაც თუ გააკეთეთ, საერთოდ ჯიგრები იქნებით. დავიწყეთ ესე იგი. იყო თუ არა სალომე ინოგურაციაზე, ეს არის მთავარი შეკითხვა. კი, სალომე ინოგურაციაზე იყო. ვაშინგტონშიც იყო, კაპიტოლიუმის შენობაშიც იყო და ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალაც არსებობს. იყო თუ არა სალომე ოფიციალურად მიწვეული? არა. მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად დაპატიჟებული ინოგურაციის ცერემონიალზე არ ყოფილა. აბა როგორ მოხდა იქ? როგორ მოხდა და შეიძინა ბილეთი? ფათაშორის ყველაზე იაფფასიანი ბილეთი, რომელიც ღირდა $50,000. ხო, სხვა წარმოადგენლებიც იყვნენ ოპოზიციის, მაგრამ ისინი ამ ცერემონიალებზე არ ყოფილან. მე თავიდან ვარაუდობდი, რომ ამ $50,000-საც არ გადაიხდინენ და უფასო ბილეთები შემოიფარგლებოდნენ. 220,000 უფასო ბილეთი იყო, რომელიც კონგრესმენებს დაორიგებდა და ამ კონგრესმენებს შეეძლოთ, ვისაც უნდათ იმათვის მიეცათ და ეს ბილეთი იძლეოდა საშუალებას, რომ იმ გადაკეტილ არეალში მოხვედრილიყავი, ანუ თეთრსახსა და კაპიტოლიუმს შორის და იქ რაღაც ღონისძიებებისთვის კუჩიდან გედევნებია თვალი. პრინციპში ინოგურაციის ცერემონიაც ღია სივრცეში უნდა ჩატარებულიყო, კაპიტოლიუმის დასავლეთ კედელთან უნდა ყოფილიყო სცენა და საზეიმო აღლომიც პენსილვანია ავენიუზე უნდა გამართულიყო, მაგრამ მე შეიცვალა ეს ამინდის გამო, მაგრამ მე ვფიქრობ უფრო უსაფრთხოების გამო ეს ღონისძიებები შეიტანეს შენობაში. ანუ თვითონ ინოგურაცია და ფიცის დადება კაპიტოლიუმში გაიმართა ერთ-ერთ დარბაზში და ეს საზეიმო აღლომიც ქუჩაში არ გამართულა, გაიმართა Capital არენაზე, დიდ სპორტის სასახლეში, ასე ვთქვათ რა. ხო, და ეს უფასო ბილეთიანი ხალხი იქ იყო ძირითადად თავმოყრილი. ხო. ეხლა რასაც ითვალისწინებდა ეს $50,000 ბილეთი, ზუსტად იქ იყო სალომე და იმ ღონისძიებას ესწრებოდა იმ ფორმით, რა ფორმითაც ესწრებოდა. რა იყო ეხლა ეს ფორმა რა? კაპიტოლიუმის ფოიეში დიდი მონიტორი იყო დაადგმული და იქ დასაჯდომები იყო და იქ იჯდა სალომე და მონიტორიდან ადევნებდა თვალყურს ტრამპის ფიცის დადების და ინოგურაციის ცერემონიალს, რომელიც იმართებოდა ცოტა ზევით დარბაზში. ხო, ინოგურაციის ცერემონიალი რომ მორჩა, ეს ტრამპი დევისი მეუღლეები თურთ გამოვიდნენ და მცირე ხნით შეჩერდნენ ამ ფოიეში რა. იქ დევისმა თქვა პატარა სიტყვა, მერე ტრამპი აილაპარაკა, რაღაცები იღადავა, თავის ცოლი შეაქო და ამ დროის განმავლობაში აი ამ $50,000 ბილეთის მქონე ხალხს ჰქონდა საშუალება, რომ გადაეღო ვიდეო, რაღაც სელფები, მაგრამ ახლოს ვერ მიდიოდნენ რა, ტრამპთან მისვლა ხელი შემოთვე არა, რაღაც დისტანციიდან და სწორედ ეს ვიდეო აქვს სალომეს გადაღებული და დადებული. ხა $50,000 რო გადაიხადა ხალხმა, ტრამპთან და იმან ითვალისწინებდა რა, რაღაცა კომუნიკაცია ამ ხალხთანაც გამართეს. მოკლედ, მცირე ხნიანი და შემდეგ წავიდა ტრამპი უკვე სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ეს იყო და ეს რა. ხო. ქვეყნის პირველ პირებს რატო არ იყო ეხა საქართველოს მთავრობიდან ვინმე და ეს შეკითხვაც არის ხოლმე რა. პრემიერი ან პრეზიდენტი რატო არ დაპატიჟეს? ინოგურაციაზე საერთოდ ქვეყნების ლიდერებს არ პატიჟებენ. ესეთი წესია რა. ქვეყანას წარმოადგენს ამ ინოგურაციაზე დიპლომატიური კორპუსი. ანუ საქართველოს ელჩი უნდა ყოფილიყო წესით. რატო არ იყო არ ვიცი. შეიძლება იმიტომ რომ უბრალოდ ელჩი არ ყავს. ძალკალიანი გადადგა, ახალი არ დაუნიშნიათ რა. იშვიათად არის ხოლმე გამონაკლისები, წელს ესეთი გამონაკლის სახით ხავიერ მილეი და კიდე 1-2 ლიდერი ყავდათ ოფიციალურად დაპატიჟებული ტრამპს რა. და ესეც არის გამონაკლისი რა. დანარჩენი ყველა ვინც იყო, ან თანამდებობრივად ეკუთვნოდა იქ ამერიკის სენატორები, კონგრესმენები, ყოფილი პრეზიდენტები და ასე შემდეგ. ხო. ან ბილეთი ქონდა შეძენილი.
ქართულ ოცნებასაც შეეძლო პრინციპში ვინმე გაეშვა, ეს 50,000-იანი ბილეთი ეყიდა და ისიც იგივე ფოტოებს და სელფის გააკეთებდა, რასაც სალომე ზურაბიშვილი. ხო, მე მაგალითად ლალი მოროშკინას გავუშვებდი და ხო, რა ვიცი, სელფებსაც უკეთესაც გადაიღებდა და ეფექტურიც არის და ყურადღებასაც მეც მიიქცევდა რა. ხო, აი ეს არის სულ ამასთან დაკავშირებით. ხო, მერე ტრამპი წავიდა რაღაცა საბუთებს ხელი მოაწერა და მერე იყო საზეიმო აღლომი უკვე ამ კაპიტალ არენაზე. და აქედან ჩაერთო ჭიჭევაშაძე რა. ანუ ჭიჭევაშაძე თქვათ ხანი გურკონჩი იყო. ანუ ეს უფასო ბილეთი ემათხოვა ვიღაც კონგრესმენს და ამ სპორტის სასახლეში მოხვდა რა. მოკლედ იქაც დიდი ღონისძიება იყო, მცირე სიტყვით ტრამპიც გამოვიდა, ილონ მასკმა იცეკვა ერთი ამბავი. ხო. ესე ჩაიარა ამ ამბავმა. ამის მერე ტრამპი წავიდა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში და დაიწყო რაღაც საბუთებზე ხელის მოწერა. უამრავი კანონი მიიღო და ბაიდენის მიღებული უამრავი კანონი გააუქმა. 78 მარტო ბაიდენის მიერ მიღებული სხვადასხვა კანონი და მემორანდუმი გააუქმა. ანუ რო დაიწყო პასტას ვერ აგდებიებდნენ ხელიდან რა, აწერდა და აწერდა ხელს. ღამის 5 საათამდე უყურებდი გუშინ, მერე ვიფიქრე ამის გიჟი დედაც ვატირეთქო და დავიძინე რა. ნუ თან იქ რაღაც ჟურნალისტებიც იყვნენ და რაღაცებს ეკითხებოდნენ რა ამ კანონებთან დაკავშირებით. ეგეთი რეჟიმიც იყო. ხო, რა გააუქმა, ესე იგი მოკლედ პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გავიდა და ეს გლობალური დათბობის რაღაცები ყველაფერი დაიკიდა. ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაციიდან გავიდა. კაპიტოლიუმის შტორმის დროს დაჭერილი ხალხი შეიწყალა. მექსიკის საზღვარზე ის გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა და მოკლედ მიგრანტების საწინააღმდეგო პოლიტიკა და ის დაანონსა და იქ რაღაც კანონები მიიღო. აგრეთვე ეს გენდერულ სიგიჟეებზე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ამერიკა უარს იძახის და არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი. ამასთან დაკავშირებით რაღაცებს მოაწერა ხელი. TikTok-ი გახსნა 3 თვით სანამ დალაგდება და გაირკვევა რა იქნება და როგორ. 90 დღით შეაჩერა უცხო სახელმწიფოების დახმარება. მოკლედ რევიზია მოხდება, რაში მიდის ეს ფული და რამდენად შეესაბამება ამერიკის ინტერესებს. არ ვიცი ეს ქართულ NGO-ებსაც ეხება თუ არა, სავარაუდოდ შეიძლება იმათაც შეეხოთ 3 თვე დარჩებიან უფულოდ. ხო, და კიდე უამრავ დოკუმენტს მოაწერა ხელი რა. ნელ-ნელა ქვეყნდება რა რას ნიშნავს. მოკლედ, მაგრამ ძირითადი მიმართულებები ეს იყო რა. ამის მერე ტრამპი წავიდა, საღამოს იყო წვეულებები, 3 წვეულება იყო და 3-ვეზე ტრამპი მივიდა რა. იქ უკვე საღამოს ფორმებში ტრამპი ბაბაჩკით იყო, მელანია თეთრი კაბით, იქ იცეკვეს კიდევაც, იქ რაღაცა ხლით რაღაც ტორტიც გაჭრა ტრამპმა და ასე შემდეგ. აი ამ წვეულებებზე იყო ის ხალხი, ვისაც ჰქონდა გადახდილი მეტი ფული. ანუ ჰქონდა $100,000 და ზევით ბილეთები რა. ამ უკვე წვეულებებზე უკვე კომუნიკაციის მეტი საშუალება იყო რა. უშუალოდ ტრამპთან მისვლაც შეიძლება ხელის ჩამორთმევა, იქ პირდაპირ სელფის გადაღებაც და რაღაც თემებზე გამოლაპარაკებაც გააჩნია რა ფული ჰქონდა გადახდილი. ანუ ყველა ბილეთი სხვადასხვა პაკეტს ითვალისწინებდა. მე რატო ვიძახი, რომ სალომეს ყველაზე იაფი ბილეთი ჰქონდა, 100,000-იანი ბილეთი მაინც რო ქონოდა, უკვე ერთ-ერთ წვეულებაზე მოხდებოდა და იქაც ექნებოდა შანსი, რომ მივარდნოდა ტრამპს და მისთვის თავი შეეხსენებია. მაგრამ ვინაიდან ეს კადრები არ არის, ფიქრობ, რომ ხო, ეს 50,000-იანი ბილეთი ქონდა და იმ კაპიტოლიუმის ფოიეში ამ სელფით და იმით შემოიფარგლა რა. მოკლედ წუწურაკმა ხაზარაძემ ეთყობა მეტი ვერ გაიმეტა რა. და რაც იყო ეგ იყო რა. ხო. აი ესე იყო ეს ამბავი.